სახელითა მამისათა და ძისათა და სულისა წმინდისათა ჩვენთან არს ღმერთი. დღეს არის ბევრი დღესასწაული ერთად. უპირველეს ყოვლისა ეს არის საუფლო დღესასწაული წინა დაცვეთა უფლისა ღვთისა და მაცხოვრისა ჩვენისა იესო ქრისტეს. დღეს არის საეკლესიო კალენდრით ახალი წელი და ყველას გიუწევთ. დღეს არის ბასილი დიდის ხსენება, ბასილობა, ესე ეძახდნენ ადრე, ბასილობა და მისი დედის ემილიანას ხსენება არის. დღეს არის ხსენება წმინდა ფულგენციუსის და იუსტინესის, რომელთა წმინდა ნაწილები ხატში არის ჩაბრძანებული, მაგრამ ჩვენ დღეს აქ შევიკრიბეთ აქ ამ სოფელში იმისათვის, რომ მოვიხსენოთ დღეს მევიტყოდი ბოლო დროის ერთ-ერთი უდიდესი წმინდანი, წმინდა პეტრე ხვალაძე, რომელიც ამ დღეს გარდაიცვალა, ამ დღეს. აქ ამ ტაძარში მსახურობდა და აქვე არის დაკრძალული. და მინდა გითხრათ რამდენიმე სიტყვა წმინდა პეტრეს შესახებ. ჩვენ მის შესახებ, რა თქმა უნდა, ყოველ 1 იანვარს საუბრობთ ხოლმე აქა და მე მისი ბიოგრაფიაც მომიყოლია, მისი ცხოვრებაც მომიყოლია და ამიტომ დღეს მინდა ყურადღება გავამახვილო ერთ გარემოებაზე. ჩვენ სულ რამდენიმე დღის წინ, 10 დღის წინ გქონდა ხსენება ასევე ყოველ ჟამის ერთ-ერთი უდიდესი წმინდანის, ეს არის წმინდა ანტონ მეორე, სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქი, მრავალნებული, რომელიც როგორც მას ეკლესია მოწოდა და ჩვენ ვისაუბრეთ მის შესახებ და მოვიხილეთ ის პერიოდი და მინდა კიდევ ერთხელ აქედან, აი ამ სოფლიდან, ამ გადასახედიდან კიდევ ერთხელ შევაფასოთ ეს მოვლენები. 1801 წელს ანტონ მეორემ, წმინდა ანტონ მეორემ აკურთხა და გამოაგზავნა აქ ამ სოფელში ბარალეთში, საკუთარ სოფელში მღვდელი პეტრე ხმალაძე. და მინდა რომ ჩვენ ესე იგი ცოტათი სხვა თვალით შევხედოთ ამ ყველაფერს, რა თქმა უნდა, ეს ღვთლის კურთხევა და გამოშვება ძალიან მნიშვნელოვანია, რა ხდებოდა ამ დროს საქართველოში. ესე იგი ახალი მომხდარი იყო ეს საშინელი ომი, რომელმაც გაანადგურა ყველაფერი 1795 წელს აღა-მაჰმად-ხანის შემოსევა საქართველოში. სრულიად ახალი გარდაცვლილი იყო 98 წელს გარდაიცვალა 1798 წელს ერეკლე მეორე და ფაქტიურად ყავდა მეფე საქართველოს ამის შემდეგ ერეკლეს მერე გიორგი მე-12, რომელიც მალევე გარდაიცვალა და შეიძლება ითქვას, რომ საქართველოს ერთადერთი ჭირისუფალი, იმიტომ რომ საშინელ დღეში იყო ქვეყანა და ერთადერთი გამგებელი ამ ქვეყნის იყო წმინდა ანტონ მეორე კათოლიკოს პატრიარქი. და თუ აღმოსავლეთ საქართველოს შემოესია აღა-მაჰმად-ხანიდან მთლიანად აოხრა, დასავლეთ საქართველოს და განსაკუთრებით სამხრეთ საქართველოს ეს არ შეხებია. სამხრეთ საქართველოს არ შეხებია, იმიტომ რომ ეს დიდი ხნის შეხებული ჰქონდა, იმიტომ რომ ეს თურქეთის ბატონობის ქვეშ იყო. ეს მხარე საქართველოს ეს მხარე იყო თურქეთის ბატონობის ქვეშ. აქ უკვე დიდი ხნის წინ იყო ყველაფერი აოხრებული, მაგრამ მიუხედავად ამისა, ქართველი ხალხი ცხოვრობდა, ქართველი ხალხი შრომობდა და აღასრულებდა ღვთისმსახურებას და აი ამის განსამტკიცებლად სწორედ გამოაგზავნა ანტონ მეორემ პეტრე ხმალაძე აქ. და 1801 წელი, როდესაც გამოუშვა პეტრე ხმალაძე, კიდევ იმითი იყო განსაკუთრებული, რომ ეს აოხრებული და ეს გაუბედურებული მთლიანად საქართველო აწეწილ 1801 წელს მოყვა ესე იგი აი ამ ანექსიის ქვეშ რუსეთმა გამოაცხადა ანექსია ამ ქვეყნის. მიუხედავად იმისა, რომ დადებული იყო ტრაქტატი, გეორგიევის ტრაქტატი, რომელიც ძმურ ურთიერთობას ითვალისწინებდა ჩვენს ქვეყანასა და რუსეთს შორის, 1801 წელს რუსეთის იმპერატორმა გამოსცა ბრძანება და საქართველო გახდა
რუსეთის გუბერნია და ცოტათი მოგვიანებით საერთოდ გაუქმდა ავტოკეფალია საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის ეს იყო 1810 წელს. და აქაურობას ეს ყველაფერი წინასწარ ანტონ მეორე მიცოდა რა მოხდებოდა საერთოდ ამ ქვეყანაში და აქაურობას ეს პირდაპირ არ შეხებია ცოტა ხანი ყოველ შემთხვევაში. და აქ გამოაგზავნა ადამიანი რომელიც ფაქტიურად ამით ხდებოდა ამ ხარის ეკლესიის დამოუკიდებელი მმართველი. თუ აქ არ იყო მეტი არავინ არ იყო და პეტრე ხმალაძე იყო ის პიროვნება, რომელიც ამ ხარეში მიიღებდა დამოუკიდებელ გადაწყვეტილებებს. და რა თქმა უნდა, თავიდან შეიძლება 1-2 წელი, მაგრამ მერე იცოდა ანტონ მეორემ რაც მოყვებოდა, რომ იმას გადაასახლებდნენ ამ ქვეყნიდან ეკლესიის ავტოკეფალიას გაუქმებდნენ და ეს არ შეეხებოდა ამ პეტრე ხმალაძეს და მის მმართველობას, რა თქმა უნდა, სანამ ეს ხარეც რუსული ანექსიის ქვეშ არ მოხდებოდა. რა თქმა უნდა, რუსეთი ვერავითარ შემთხვევაში ვერ შეეგუებოდა აქ თურქეთის ბატონობას, მაგრამ 28 წელი პეტრე ხმალაძე სრულიად უცხო ქვეყანაში, უცხო გარემოში იყო ერთადერთი მართლმადიდებელი სასულიერო პირი, რომელიც როგორც მის საფლავის ქვაზე წერია, იყო ესეთი სიტყვა შემვლელი ქრისტიანეთ, ანუ მომვლელი. ანუ ქრისტიანებს უვლიდა, ქრისტიანებს იცავდა ყოველ წუთას, ესე იგი, რა თქმა უნდა, იყო საფრთხე, რომ ნებისმიერ ოჯახში შეიძლებოდა ეს თურქი ჯარისკაცები შეჭრილიყო, მათ შორის თვითონ პეტრეს ოჯახშიც და პეტრეს ბევრი შვილი ყავდა და უფალმა გადაარჩინა, დაიფარა იგი და შემდეგ უკვე 1829 წელს რუსულმა არმიამ განდევნა აქედან თურქები და გამოაცხადა ესეც ამ რუსეთისადმი მიერთებული საქართველოს ნაწილად, გუბერნიად და აქ უკვე აღდგა მართლმადიდებელი მსახურება ოფიციალურად დაიწყო უკვე საქმეთა წარმოება და ამის შემდეგ პეტრე ხმალაძემ კვლავ გააგრძელა მსახურება და ამის შემდეგ უკვე მეტნაკლებად აქაც დაწყნარდა სიტუაცია, ამშვიდა როგორც სრულიად საქართველოში. ეს უკვე ის პერიოდი იყო, ფაქტიურად ეს აჯანყებების ტალღა უკვე ჩავლილი იყო, თუმცა აქაურობას ვერ შეეხებოდა ესეთი მდგომარეობა იყო. ფაქტიურად ეს შემვლელი რო იყო პეტრე იმ ქრისტიანების, ვინც აქ ცხოვრობდნენ, ეს შემდეგ გადაიზარდა იმაში, რომ პეტრე უკვე გახდა უკვე პატრონი და ასევე შემვლელი თუ მომვლელი იმ ქრისტიანების, რომლებმაც უარყვეს ქრისტე. რომლებმაც აი ამ ზეწოლის გამო, მუსლიმური ზეწოლის გამო უარყვეს ქრისტე და აი მათ ეკლესიაში დაბრუნებაზე და მათ სულისხოვნებაზე აგრძელებდა ზრუნვას. მრავალი წელი იღვაწა და 90 წლის ასაკში 1856 წელს გარდაიცვალა წმინდა პეტრე ხმალაძე. აი ეს არის ძალიან მოკლედ, რა თქმა უნდა, იმიტომ რომ ჩვენ გვისაუბრია მის შესახებ, ეს არის მის შესახებ. დღეს ჩვენ აღნიშნავთ მისი გარდაცვალების დღე არის, მისი წმინდანად შერაცხვა სულ რამდენიმე წლის წინ მოხდა, შეირაცხა წმინდანად და აი დღეს ყოველ 1 იანვარს ჩვენ აქ ვიკრიბები და ვატარებთ წმინდა პეტრეს დღესასწაულს, შეგვეციოს მისი მადლი და კიდევ საფლავის ქვაზე ესე უწერია, რომ ვინც პეტრე ხმალაძეს შეევედრება ხშირად, პეტრე ხმალაძე აუცილებლად დაეხმარება განკითხვის დღეს. როდესაც მეორე მოსვლა იქნებოდა საშინელი სამჟავრო, აი ვინც პეტრე ხმალაძის სასოება ქონდა, ვინც მას ევედრებოდა, აი მათ განსაკუთრებულად დაეხმარება ღირსი მამა პეტრე ხმალაძე და შეგვეციოს მისი ლოცვა. ღმერთმა დაგლოცოთ, ჩვენთან არს ღმერთი.